დღეს გიერთდებით ლისის ტბიდან და ლისის ტყეპარკიდან და ვაკეთებთ რაღაც განსხვავებულს. ეს განსხვავებული არის კემპინგისთვის განკუთვნილი გაჯეტების ტესტი. ძათხართ ბუნებისთვის. დავიწყოთ. როგორც ხედავთ, ადამიანისთვის საკმაოდ რთული არის ასე გადარჩენა არაფრის გარეშე, ამიტომ გვჭირდება სხვადასხვა გაჯეტები ტემუდან. პირველი, როგორც ყოველთვის, სადმე ნებისმიერ კემპინგზე წასვლის დროს დაგჭირდებათ კარავი. ეს კარავი ვიპოვე ტემუზე და ღირდა სადღაც 90 ლარი. არის ორკაციანი, გავშალოთ, ნახოთ, დავტესტოთ, როგორი რაღაც არის. და მთავარი რამ, ვუპოვოთ ჯერ ადგილი, სადმე იქით იყოს. ძალიან მარტივი არის ამ კარვის პლუსი არის ის, რომ არის ავტომატიკური, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კაცსაც ძალიან მარტივად შეიძლება გაშლა. იკეცება თავისით, იშლება თავისით. ახლა ყველაზე მთავარი რაც გვჭირდება გაშლის შემდეგ არის რომ გავწევოთ მაქსიმალურად როგორც შეიძლება და აი ეს სამაგრები ჩავარჭოთ აი აქ. აი ეს. Welcome to my crib. კარავს აქვს ასეთი კარი, იხსნება. შიგნიდან როგორც ჩანს ბადე, მწერებისგან გამცავი ბადე და შიგნით არის აი ასეთი სივრცე. თუ ნახავთ ამ კარავს აქ ხელმარჯვნივ ადგილი ჯიბე, სადაც შეიძლება რაღაცების ჩალაგება, წინ აქვს ფანჯარა, რისი გახსნაც შეიძლება და აქეთკენაც აქვს პატარა ჯიბე. ვიზუალურად კარავი გამოიყურება საკმაოდ კარგად, ანუ არის ორი კაცისთვის კარგი ზომა, თუმცა თუ გნებავთ უფრო დიდი ადგილი და უფრო დიდი ფართი, მაშინ გირჩევთ ცოტა უფრო ძვირიან კარვებს. შემდეგი ნივთი, რაც გვაქვს, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, თუნდაც კემპინგისთვის, თუნდაც ნებისმიერ ადგილზე წასასვლელად და ეს არის აი ეს ჩანთა, რომელიც ვიპოვე რა თქმა უნდა ტემუზე. ღირდა 90 ლარი. ჩვეულებრივ ჩანთაში რომ იმდენი რაღაც ედოს რამდენიც აქდევს, იქნებოდა 2 ამხელა, მაგრამ ეს არის პატარა. ვინაიდან მას აქვს ვაკუუმის ფუნქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს პატარა ნაწილი რომ გამოვწიო, გაიბერება ეს ჩანთა. ჩანთას თუ გავხსნით, დავინახავთ შიგნით საკმაოდ დიდ ადგილს და შეგვიძლია აქ შევინახოთ სხვადასხვა რაღაცეები, გავტენოთ თუ მოგვინდება და შეკვრის შემდეგ იხსნება ამისი მთავარი ფუნქცია. მთავარი არის რომ თქვენ გქონდეთ რაიმე ტიპის ვაკუუმი. მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ეს იყოს ჩვეულებრივი მტვერსასრუტი. მე მაქვს აი ასეთი რაღაც, რაზეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ, თუმცა როდესაც დავააკუმებთ ამ ჩანთას, ხედავთ რომ მთელი ჰაერი რაც შიგნით იყო, ახლა გაქრა და ზომაც უფრო პატარავდება, მარტივი არის უფრო შეკვრაც. ფრენაში, კემპინგის დროს არის ძალიან მაგარი რაღაც. ამ ჩანთის მთავარი პლუსი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ვაკუუმი, ამას აქვს ასევე ასეთი ჯიბეები, სადაც შეგიძლიათ ჩადოთ ლეპტოპი, პლანშეტები და ასევე წინ აი ასეთი პატარა უჯრა, სადაც შეგიძლიათ ჩადოთ რაც გინდათ ის მნიშვნელობა არ აქვს, რამე ჩადოთ. გვერდებზე შეგიძლიათ ჩადოთ სხვადასხვა ბოთლები ან ქილები, ყველაფერი ეტევა, თავარი არის გქონდეთ რამე ჩასადები და თვითონ ტარების დროსაც კომფორტულობაზე ვიტყოდი რომ არის აი 10-დან 9. წინ აქვს ასეთი მისაბმელი, ასევე გვერდზე აქვს აი ეს შემკვრელები. ზოგადად ეს ჩანთები არის სხვადასხვა ფერებში, ამაზე ვიტყვი 10-დან 900, ანუ იმსახურებს 10-დან 900 მაინც იმსახურებს. შემდეგი ორი ნივთი, რაც მინდა განახოთ, არის ორივე ძალიან საჭირო. პირველი, აი ეს რაღაც. შეხედავთ რა არის, რეალურად პატარა არის, დაგუჭავთ, ჯიბეს ჩაიდებ და მეორე არის აი ეს პატარა მაგარი რაღაც, რაც რეალურად აღმოვაჩინე ტემუზე. მოყვება სხვადასხვა თავები, მაგალითად ლეიბის გასაბერად, ბურთის გასაბერად, სხვადასხვა თავები მოყვება, რასაც უძლებს ეს. ქვევით აქვს ასეთი პატარა ღილაკი, რომელსაც როდესაც დააჭერთ, ანათებს, ანუ ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თვითონ ეს გაკიდოთ თქვენს კარავში, იქნება როგორც განათება, ასევე ნასოსი და ვაკუუმი. დავუშვათ გადავცვალე აი ამ თავზე, რომელიც არის უფრო პატარა საბერებისთვის, როგორც არის აი ასეთი ნაწილი. ამას როდესაც აქ გავუკეთებ, შეგიძლიათ ეს პირთაც დაბეროთ, რეალურად ძალიან ის არ არის, რაღაც რთული დასაბერი. დავაჭერ ღილაკს. ეხლა აი ეს პატარა რაღაც, რაც რეალურად ღირს თეთრები ტემუზე, მაქსიმუმ 5 ლარი ღირდეს, არ მახსოვს ზუსტად რა ღირს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფრენისას, მოგზაურობისას კისრის ბალიშად, ასევე სტანდარტულ ბალიშად თქვენს კარავში. ამ ნასოსზე ვიტყოდი 10-დან 8-ს, ძალა არ აქვს ისეთი სასწაული, როგორც უნდა კონდეს,
მაგრამ თუნდაც labs ან რამე გასაბერს რაც გაქვთ, მარტივად დაბერავთ. თან ძალიან მარტივად ატარებთ თან. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ კარავში წასვლის დროს მიგაქვთ თან power bank-ი, გიჯდებათ ტელეფონი, ნერვიულობთ რომ არ დაგიჯდეთ. აი ამისთვის ვიპოვე მე აი ასეთი პატარა რაღაც ტემოზე, რაც უნდა ტენიდეს თქვენს ტელეფონს ან power banks თავისი USB პორტით რაც მოყვება. ამას უბრალოდ დადებთ მზეზე და დატენით მარტივად თქვენს gadgets. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს. ჩემი ტესტირების და გათვლის შემდეგ მივხვდი რომ ეს ასე არ არის. როდესაც ეს დავამაგრე ველოდე სადღაც 2 საათი და მოემატა მხოლოდ 2%, ამიტომ თუ გაქვთ ამდენი დრო და გიღირთ ასეთი რაღაც, მაშინ მიდით, მაგრამ თუ არა, გირჩევთ რომ მზის დამტენზე დახარჯეთ ცოტა ძვირი და გამოიწერეთ ცოტა ნორმალური თუ გინდათ რომ რეალურად ნორმალურად მაინც მუშაობდეს. ეს სამწუხაროდ ის არ არის. ეს არის პორტაბელური სარეცხის მანქანა, რაც რატომღაც ვიფიქრე რომ კარგი იდეა იყო ვისე რომ წამომიღო. როდესაც გავხსნით ყუთს, დავინახავთ შიგნით აი ასეთ პატარა gadgets, რომელიც ეწებება ან კერამიკას, ან შუშას და აი ამ USB შეერთების შემდეგ ეს ყველაფერი იტრიალებს, აი ასე. ვაუ! აქ შეგიძლიათ ელემენტარული პატარა ტანსაცმლის გარეცხვა, ნასკების გარეცხვა, ტრუსიკის გარეცხვა, ტრუსიკი არ არის ხო ქართული? საცვალი. საცვალი. ტრუსკის გარეცხვა, საცვალი. ანუ უბრალოდ არის კარგი რაღაც, შეგიძლიათ ნიჟარაში ჩადოთ, შეგიძლიათ დასში ჩადოთ, შეგიძლიათ ვედროში ჩადოთ, სადაც გინდათ ჩადეთ და უბრალოდ კემპინგისთვის შეიძლება გამოდგეს. გონი გამოგადგებათ, რა ვიცი, 10-დან 5. მოკლედ, იმედია ამ ორხესთან გადაღებული ინტრო, აუტრო კარგი იქნება. იმედია მოგეწონათ ის ნივთები და თვითონ ეს იდეა ამ ვიდეოსი და თუ მოგინდებათ ამ ყველაფრის გამოწერა, ლინკები იქნება, რა თქმა უნდა, აღწერაში. მსგავსი ტიპის ვიდეოები თუ მოგინდებათ, დაარტყით ლაიქს, გამოიწერეთ არხივს. ასევე TikTok-ზე ვიღებ სხვადასხვა საინტერესო ნივთებს. მაწერია ზუსტად ისე, როგორც აქ არის Fornato, ნახეთ TikTok-ზე, იქნება სხვადასხვა საინტერესო პატარ-პატარა ვიდეოები ნივთების და gadget-ების. გნახავთ შემდეგ ვიდეოში. როგორც ხედავთ, ეს ბუნება სავსე არის მისაბმელი, რომ მაგალითად ბრეიქს ევარ. ჩართავთ და გინიავებთ მინიმალურ დონეზე. ეს არც მინიავებს. Yeah, it doesn't work. What's your